რა თქმა უნდა, საახალწლო სუფრა ყოველი წლის მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოში და მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ. 2026 წლის შესახვედრად მაგიდის გადასაფარებლად სასურველია წითელი, ოქროსფერი ან ნარინჯისფერი ქსოვილი შეარჩიოთ, ან მინიმუმ წითელი ფერით იყოს გაფორმებული. სერვირებაც წლის ფერებში გადაწყვიტეთ, თუმცა დასაშვებია თეთრი ელემენტებიც, მაგალითად თეთრი თებშების სახით. მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ სუფრისა და სახლის დეკორაციებში ცეცხლის ელემენტის გამოყენება, სანთლებისა და გირლიანდების სახით. ასევე მნიშვნელოვანია სუფრაზე დადგათ ცხენის ფიგურა, რომელიც მთელი მომდევნო წლის განმავლობაში თქვენი სახლის თილისმა იქნება და არც გველის ფიგურა გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომლის ენერგიები 2026 წლის 17 თებერვალამდე ჯერ კიდევ ძალაშია და მოქმედებს. საკვები პროდუქტებიდან სასურველია მაგიდაზე იყოს ბევრი ბოსტნეული და ხილი. კერძები, რაც მეტი მით უკეთესი. ხორც პროდუქტებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფრინველისა და ცხოველის ხორცი გარდა ცხენისა. ამიტომ თუ ძეხვეულის შეძენას გეგმავთ, გულდასმით წაიკითხეთ შემადგენლობა, რომ არ ერიოს მათში ცხენის ხორცი. თევზეული არ იკრძალება, მაგრამ აუცილებელიც არაა. და რაც შეიძლება მეტი ტკბილეული, ნამცხრები, ჩირები, სხვადასხვა ნუგბარი, ჩურჩხელა და გოზინაყი. ალკოჰოლი, წვენები, ტკბილი და გაზიანი სასმელები სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ, მაგრამ სასურველია ზომიერად მიიღოთ. ასევე კარგი იქნება პატივისცემის ნიშნად პატარა ფიალაზე დასხმული რძე დადოთ გველის ფიგურასთან, ხოლო ლამაზად დალაგებული მწვანილი ცხენის ფიგურასთან. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ 2026 წლის დადგომას აუცილებლად მიეგებოთ ქართული მრავალხმიანი მრავალჟამიერის ფონზე.